აქცია იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთანაც პროტესტი აკადემიური საბჭოს შეხვედრის პარალელურად დაიწყო. შეკრებილები ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას და საბჭოზე სტუდენტების არ დაშვებას აპროტესტებენ. მათი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისგან ჰქონდათ პირობა, რომ სტუდენტების გარკვეული ნაწილი დაესწრებოდა სხდომას, თუმცა შენობაში ისინი არ შეუშვეს, რაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ახსნა უსაფრთხოების ზომებით. მოგვიანებით კი 5 სტუდენტი რექტორთან შესახვედრად შევიდა, ამ დროისთვის ისინი საჯარო დიალოგს ითხოვენ. ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე ჯაბა სამუშიას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ერთპიროვნულად იქნა მიღებული გადაწყვეტილება და არავინ იცის შედეგი რა არის. პრაქტიკულად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის იგიჟე რა. შეუძლებელია მისი ტექნიკურადაც შეუძლებელია მისი შეერთება, იმიტომ რომ 25000 სტუდენტია უნივერსიტეტში და ბაზა ჭედავს და მას რო ერთი მაგდენი დაემატება, საერთოდ აფეთქდება. ამიტომ ისტორიის წინაშე ყველა პირნათელი უნდა იყოს, ამ უნივერსიტეტის ხელისხლება გამორიცხულია. ვინდა თესეუს რექტორი ჯაბა სამუშია საჯაროდ დაჯდეს რომელიმე მედიაში და გაგვაგებინოს სტუდენტებს რა ხდება, რადგან იმდენად სწრაფად ვითარდება ყველაფერი, რომ ვერც ინფორმაციის გავრცელებას ვერ ვასწრებთ სტუდენტები ერთმანეთში და ვერც ვიგებთ საერთოდ რა ხდება. მას როგორც ჩანს არ აქვს თავად კითხვები, თუმცა და თანახმა მე ასეთ შთაბეჭდილება დამჩა, იმიტომ რომ იურიდიულად ასაბუთებდა და ამბობდა, რომ თუნდაც სახელმწიფოს ქონია უფლება, რომ ასეთი გაერთიანება მოახდინოს. აღარ არის საუბარი ავტონომიაზე დაუსვით კითხვები უნივერსიტეტის ავტონომიაზე, ამაზე არ აქვს პასუხი და გადადის შემდეგ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს თვითონ, როდესაც დაიწყო მთელი საუბარი იმით, რომ ამ პრობლემას არ უნდა მიიცეთ პოლიტიკური ელფერი და თურმე არ უნდა წავიდეს. გადაწყვეტილებაა პოლიტიკური და აკადემიურად როგორ აპირებენ რამის გამორჩენას. ხვალ 12 საათზე სენატის სხდომა ჩაინიშნება, გავიგეთ ახალი მხოლოდ ის, რომ ჩვენი რექტორიც არ იყო ინფორმირებული ამგვარი, ასე ვთქვათ, გაერთიანების შესახებ. პოზიციები გაჟღერდა, რომ უნივერსიტეტის ასე ვთქვათ, მმართველმა ორგანოებმა იმ წირი, ასე ვთქვათ, ავტონომიურობის ფარგლებში, რომელიც გვაქვს, გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია და ბოლო-ბოლო პერსონალური იყოს ეს პასუხისმგებლობაც. უჭერ ამას ხარს თუ არ უჭერ.